გამარჯობა მეგობრებო. ესე იგი, დასავლეთიდან მომავალ გზაზე შევიარეთ ბეიმარში და შევკვეთეთ ბურგერები, ბავშვებს ძალიან უნდოდათ და მოკლედ, ჯერ ეს ერთი ხო უკვეთავ აპარატზე და გონია რომ სადღაც გამოცხადდება ეს შენი ნომერი. და ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ მიხვდები რომ გადაწყვეტ რომ მიხვიდე იკითხო. იქ აღმოაჩენ რომ ამ შენი ნომრით კიდე გჭირდება რაღაცა ქართული ნეპოტიზმი და ცოტა რაღაცა ახლობლობა თუ რა ვიცი რაღაცა კიდე სხვა სიძლიერე რომ ეს ნომრები გადასცე ვინც აკეთებს ცალკე ბურგერს, ცალკე ჰოთ-დოგს და იცოდეთ რომ ასე უნდა მოიქცეთ შეკვეთის შემდეგ რომ დაგიმზადონ შეკვეთე, იმიტომ რომ ჩვენ ვიჭექით 40 წუთი. თქვენ კაი ხალხო, ვისაც გააქვთ ეს ბიზნესი და დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი მოგება გაქვთ, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი სტუმრობს თქვენს ობიექტს დღის განმავლობაში. განა რას უხდით ამ ხალხს? დრო არ მეყოდა. ხო, აი, რას უხდით ამ ხალხს განა იმდენს, რომ ვერ შეძლოთ კიდე დამატებით 1-2 კადრის აყვანა და პატივისცეთ თქვენს თანამშრომლებს და არ გაუხადოთ მთელი დღე სრულიად ჯოჯოხედი და გაუსაწყის. 2 ადამიანი იქნებოდა საკმარისი, რომ მათთვის პატივი გეცათ, აღარ ვლაპარაკობ იმ ხალხზე, ვინც ამ ხალატრასაზე გზაზე მოდიან და თქვენი მომხმარებლები არიან და არჩევანს თქვენზე აკეთებენ. არ ვიცი.